მოგესალმებით, მე ვარ ნათია ბაკურაძე და დღეს მცირე ექსპედიციას ალგეთის ეროვნულ პარკში დავიწყებთ. დღეს ჩემი მეგზური ბუჩო იქნება, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს და დასამახსოვრებელს გახდის ჩემს მოგზაურობას. ალგეთის ეროვნული პარკი იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან. ეს რეგიონი ცნობილია წიწვოვანი ტყეებით და განსაკუთრებული კლიმატით. აქ შეგიძლიათ მიიღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია ბილიკებზე, ბიომრავალფეროვნებასა და ვიზიტორთა სერვისზე. ვიზიტორთა ცენტრის ეზოში დაგხვდებათ თოკების პარკი, სადაც 14 დაბრკოლებაა. შეგიძლიათ მოხვიდეთ და გამოცადოთ საკუთარი ძალები. მე ამ ატრაქციას სხვა დროს გამოვცდი. ეხლა კი სხვა გეგმები მაქვს. გამომყევით ერთად ვიმოგზაუროთ. ალგეთის ეროვნული პარკი თბილისიდან 1 საათის სავალზეა და მანგლისის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. ვიზიტორთა ცენტრიდან აქ მოსასვლელად დაახლოებით 10-15 წუთი დაგჭირდებათ. აქ არის 5 მარკირებული ბილიკი. მე ყველაზე მშვიდი ბილიკი ავირჩიე, რომელსაც თხინვალას ბილიკი ქვია. თამოს გაუმარჯოს. რა კარგია რო წამომეწიე. წავიდეთ ერთად? ალგეთის ეროვნულ პარკში მონიტორინგი თანამედროვე აღჭურვილობით ხდება, მათ შორის დრონითაც. დღეს მეც მომეცა საშუალება და უფლება, რომ მივხმარებოდი რეინჯერ გიორგის დრონით მონიტორინგში. გამარჯობა გიორგი. რაში გვეხმარება ჩვენ ახლა ეს დრონი? თანამხელა დრონია. ზოგადად დრონები თანამედროვე ტექნოლოგიის ერთ-ერთი მიღწევა არის და ჩვენც აქტიურად ვიყენებთ როგორც ცხოველებზე დაკვირვებისთვის, ასევე ანტიბრაკონიერული ღონისძიებების გასატარებლად. აქტიურად ყოველდღიურ რეჟიმში პატრულირებთ დრონის დახმარებით და ნაწილობრივ გვიმარტივებს ჩვენ საქმეს და იგივე ბრაკონიერობის აღკვეთის კუთხით გვიადვილებს ჩვენ საქმიანობას. დაგიფიქსირებიათ ალგეთის პარკში ბრაკონიერობის მცდელობა. კი, გქონდა რამდენიმე შემთხვევა, იარავით გადაადგილება იყო, რაშიც დაგვეხმარა დრონი მათ პიროვნებებს დადგენაში, გამოვლენაში და შემდეგ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაში. ძირითადად უფრო მაინც ვარ დამოკიდებული ამინდზე, თუ ხელისშემშლელი ფაქტორი არ არის, მაგ შემთხვევაში ყოველდღიურად ხდება ფაქტიურად დრონის მონიტორინგი. დღეს გაგვიმართლა კარგი ამინდია, უღრუბლოცაა და იქნებ რამე ცხოველიც დავაფიქსიროთ. მაგალითად ლეოპარდი. ლეოპარდის დაფიქსირება გაგვიჭირდა, მაგრამ ვეცადოთ, რომ აი ძირითადი სახეობები რაც არის შლები, მაგალითად ხშირად ხდება ხოლმე დრონის კადრებში და ჩვენს Facebook გვერდზეც ვაზიარებთ ხოლმე. ვცადოთ, შეგვიძლია დავაფიქსიროთ, იქნებ გამოჩნდნენ ახალ ტერიტორიას. ნახე როგორი შავთეთრია და აქია თერმული ხედის კამერა, რომელიც აფიქსირებს ცოცხალ არსებებს და თვითონ აჩვენებს, რომ კიდევ უფრო ამართლებს მონიტორინგს. როგორ მოგეწონთ ალგეთის ეროვნული პარკი? ძალიან მომწონს, ულამაზესი ადგილია. თან განსაკუთრებით კიდევ ის მომწონს, რომ თბილისთან ასე ახლოს არის და მარტივად შეიძლება შაბათ-კვირას ოჯახთან ერთად ან მეგობრებთან ერთად ჩამოხვიდე და ისვენო, განიტვირთო და თან ეს დაბლა ეზოში მოწყობილი რომ არის ის ატრაქციები, ის აუცილებლად უნდა გამოვცადო ჩემს შვილებთან ერთად. მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება ესეც. თქვენ რითი გამოარჩევდით აქაურობას? აი რითი გამოირჩევა თქვენთვის, როგორც რეინჯერისთვის? ზოგადად ალგეთის ეროვნული პარკი
გამოირჩევა თავის ბიომრავალფეროვნებით, როგორც ცხოველების მხრივ, ასევე ხემცენარეების კუთხით. და ეგეც იზიდავს ვიზიტორებს. თქვენ ახსენეთ, რომ თბილისთან ძალიან ახლოს არის და სწორედ მაგიტომ ვიზიტორების უმრავლესობა ესე მარტივად შეუძლიათ მოსვლა და ლაშქრობა ჩვენ მარკირებულ ბილიკებზე. ხო, ასევე როგორც ვიცი, ბავშვებიც დადიან სკოლებიდან მოყავთ. კი, ეგეც სტუმრები. პლუსია, ესე რომ ვთქვათ, ჩვენი ეროვნული პარკის თბილისის სკოლები ხშირად სტუმრობენ, ასევე ეკოგაკვეთილები ტარდება, ვაცნობთ ჩვენი ეროვნული პარკის ღირებულებებს. ძირითადი ინტერესი მაინც ბავშვებში აი ეს ცხოველები არის და რა თქმა უნდა, აი ფოტოხაფანგების კადრები, სადაც დაფიქსირებული ყავს ცხოველები, ძალიან მოწონთ და აინტერესებთ. ნამდვილად ბავშვების ინტერესის სფეროა ცხოველები, დათვები, ფოცხვერები, შავი ყარყატები, როგორც ვიცი, ნეტა დღეს თუ გაგვიმართლებს და გადაგვიფრენს. ვინახავთ შავი ყარყატი? კი, სხვათა შორის ერთ-ერთი პატრულირების დროს მდინარის ნაპირზე იყო და აფრინდა, ძალიან ლამაზი სანახაობა არის და ერთ-ერთი გამორჩეული ფრინველი არის. მაგრამ ამ დროისთვის უკვე ვეღარ შევხვდებით ამ ტერიტორიაზე შავ ყარყატს. ამ სეზონზე თუ საღამოს? არა, გადაფრენის პერიოდი აქვს და უკვე აქ აღარ ბინადრობს ამ პერიოდში. საინტერესოა. ისე სეზონის მიხედვით ძალიან საინტერესოა ალგეთის ტყეპარკი, მე მგონი ყველა სეზონს ძალიან კარგად ერგება. თბილი არის, არა? კი, ნამდვილად ყველა სეზონზე გამორჩეული არის, როგორც თოლში, შემოდგომაზე აჭრელებული სხვადასხვა ფერებით, ასევე ზაფხულში მოგეხსენებათ მდინარე ალგეთი არის, ალგეთის ხეობა ძალიან ლამაზი არის და აი ეს არის ყველაფერი, რაც იზიდავს ვიზიტორებს. ბანაობა შესაძლებელია მდინარე ალგეთში. შესაძლებელი არის სულულის შესაბამისად. რაც კიდევ უფრო საინტერესო იქნება ზაფხულში. მე როგორც ვიცი, აქ არის საპიკნიკე ადგილები. კი, ზოგადად ჩვენ ეროვნულ პარკში მოწყობილი გვაქვს 2 საპიკნიკე სივრცე, 2 კოტეჯი, რომელიც განთავსებული არის სხვადასხვა ბილიკებზე და ასევე ამ კოტეჯებთან პატარა საპიკნიკე სივრცეები. ხო და ეხლა ვაპირებ, რომ იქით წავიდეთ, ნახოთ კოტეჯი, დავათვალიეროთ, შეიძლება დავრჩეთ კიდევაც, როგორც ვიცი, კოცონსაც ავანთებთ, არის ამის უფლება და შესაძლებლობა. წავედით, თქვენ ძალიან საინტერესო საღამო გველოდება. ალგეთის ტყეში ადრე კავკასიური კეთილშობილი ირემი ბინადრობდა. სამწუხაროდ სხვადასხვა მიზეზების გამო და განსაკუთრებით ბრაკონიერებმა შეუწყვეს მათ გადაშენებას ხელი. ამიტომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ზოოპარკმა ერთობლივად განახორციელეს საშენი პროექტი. 7 ირემი გამოზარდეს ზოოპარკში და რომ წამოიზარდნენ, უკვე ველურ ბუნებაში გაუშვეს. დღესდღეობით ისინი 9 ინდივიდამდე გაიზარდა, გაზაფხულზე კიდე 2-ის მატებას ელოდებიან, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია. ამ ტყეში სურნელიც განსხვავებულია, ვინაიდან მნიშვნელოვან ნაწილს წიწვოვანი ტყეები ქმნის, აღმოსავლური ნაძვი, კავკასიური სოჭი და კავკასიური ფიჭვი. პარკი გამოირჩევა მდიდარი მცენარეებით, ტერიტორიაზე 1664 სახეობის მცენარე იზრდება. We got nowhere to be, just a slow dance with the summer heat. The world outside. ეს არის ადგილი, სადაც სრულიად მოწყვეტილი ხარ სამყაროს. როგორც ვიზიტორი შეიძლება დაგაღამდეს და ღამის გათენება ტყეში მოგიწიოს. ამისთვის აქ არის ესეთი კეთილმოწყობილი კოტეჯი. თუმცა აქ არც ტელეფონი იჭერს და არც დენი არ არის. შეგიძლია აანთოთ ფეჩი და ღამე გაათენოთ სითბოში. როგორ გიზგიზებს ჩვენი ცეცხლი. ჩაის და ლეო შემიძლია ჩაით შემოგთავაზოთ. ეს საერთო სივრცეა, ხოლო მეორე სართულზე საძინებელია. ამასობაში კოცონიც დაუნთიათ ჩვენს რეინჯერებს. საღამო მშვიდობისა, მეგობრებო. ჩვენ თხინვალას ბილიკი დაულაშქრეთ, ხო? კიდევ არის 4 ბილიკი. რა ბილიკებია და რა არის საინტერესო სანახავი, რომელი უფრო პოპულარულია?
შეგვიძლია კიდევ რომ ვნახოთ. ზოგადად ჩვენ ეროვნულ პარკში აი ყველაზე პოპულარული არის სამეფო ქედის ბილიკი. ყველაზე ხშირად მონახულებად დაახლოებით ეროვნულ პარკის შუაგულში არის და ადიხარ მაღალ მთაზე, საიდანაც თითქმის ეროვნულ პარკს უყურებ. ძალიან ლამაზი ხედები არის და აი განსაკუთრებით ჩემო დგომაზე ზამთარშიც. ზამთარში ცოტა უფრო ჭირს ხოლმე იქ ასვლა მინდების ამით გააჩნია. ასევე კლდეკარისტეც ალაშქრო ბილიკები გვაქვს. კლდეკარი ეცოდინებათ კლდეკარის ციხე არის. ნუ ამ ეტაპზე ხოლმე ნანგრევებია შემორჩენილი, მაგრამ ძალიან ლამაზი სანახაობა არის და კლდეკარის ციხიდანაც მთელი ეროვნული პარკი ჩანს ფაქტიურად. ნუ ასე ბუნების ძეგლები გვაქვს, ყველაზე მონახულებად უფრო მაინც ბუნების ძეგლები არის, როგორც სამშვილდის კანიონი, ალპის კანიონი, ან თუნდაც ბირთვისი. აი ბირთვისი ძალიან უყვართ დამწყებ მოლაშქრეებს. ბევრმა მან დაიდგა ფეხი, ასე ვთქვათ. და უნიკალური არის ხა ბირთვისის ქვათა სისტემა, სანახაობრივადაც და ისეთაც გეოლოგიურადაც ძალიან საინტერესოა. ასევე მაინტერესებს ამ ყველაფრის მონახულება ერთ დღეში შეიძლება, ხო? არა, ერთ დღეში ვერ მოვასწრებთ. არა, ერთი ბილიკის ერთ დღეში დალაშქვრა შესაძლებელია. აი ძირითადად ეს 5 ბილიკი რაც არის შესაძლებელია თითო ბილიკზე ერთი დღე გამოიყენოს. და კოტეჯი ყველგან არის ღამე რო დარჩეს. ორი კოტეჯი გვაქვს. ერთ-ერთზე ხა ვიმყოფებით, ეს არის ხინვალას ბილიკის კოტეჯი. მეორე უკვე ზემოჭინჭრიანი არის სოფელი, ჩვენ ტერიტორიაზე არის, შუაგულ ტერიტორიაზე ძალიან სანახაობრივი და ესეთი ლამაზი ბუნება არის. თან ზოგადად მთელი ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამორჩეული არის ყველა ადგილი რა სანახაობრივი. ნუ ახლა ბირთვისიც ცალკე არის, იქაც ალბათ ერთი დღე საჭირო არის, რომ კლიენტ მოინახულო ბირთვისი და ასევე წალკის კანიონიც და სამშვილდის კანიონიც. იმის გარდა რომ ასეთი ლამაზია ჩვენი ალგეთის პარკი, ძალიან დიდი ისტორიას ატარებს. ხალხს და ვიზიტორებს მოვუწოდებ, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას, გავუფრთხილდეთ, არ დავანაგვიანოთ. მოვეფეროთ, ძალიან ლამაზია, ძალიან სუფთა აქაურობა. ხო, ზოგადად ეროვნული პარკის ტერიტორიაზე თავის წესები არის, რასაც ვიზიტორები ჩვენთან მოსვლის შემთხვევაში გაიცნობიან. სეწყლის დანთება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურად მოწყობილ ადგილებზე. ნუ რა თქმა უნდა, თევზი ალბათ პირობა აკრძალული არის ცალსახად, ასევე ხის ჭრა. ამ ყველაფერს ეცნობიან ვიზიტორები და შემდეგ იწყებენ უკვე ლაშქრობას და მეც ესეთი თხოვნით, რა თქმა უნდა, უნიკალური ბუნება გვაქვს და საჭიროა ამ ბუნების გაფრთხილება და შენარჩუნება. რაშიც საზოგადოებას დიდი როლი აკისრია ამაში. ჩვენის ხრო კიდე იგივე მოსწავლეებთან, ახალგაზრდებთან ყოველთვის ვატარებთ ესეთ ეკო შემეცნებით გაკვეთილებს, სადაც უხსნით თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ამ ბუნების გაფრთხილება და შენარჩუნება. მე როგორც ვიცი, ალგეთის ტყეში ძალიან საინტერესო ზღაპრები, მითები დადის. იქნებ რამე მომიყვეთ. მე გამიგია 1-2 და თუ მეც მოგიყვებით და არ ვიცი თუ დამიდასტურებთ. მე ვიცი რომ ალგეთის მდინარეში ნისლიან ალგეთის ტყეში, კამკამა მდინარეში დაცურავს ოქროსფერ ფარფლებიანი თევზი, რომელიც საგულდაგულოდ არჩევს ადამიანებს თუ როგორი გულით და სუფთა სულით მოდიან და შესთხოვენ მას და სხვადასხვა სურვილებს უთქვამენ. თუ გაგიმართლებს და ის ჩათვლის რომ შენ კარგი ადამიანი ხარ, გამოცურდება, გამოლიცლიცდება და დაგენახება. თუ არა და ესე იგი არ გაგიმართლა.
რამდენად სიმართლეს შეეფერება ეს ამბავი? მე ძალიან მინდა რომ სიმართლე იყოს, იმიტომ რომ ჯერა ასეთი მითების. ხა, ერთ-ერთი მითია ალგეთის ეროვნულ პარკში. მაგას ვერ გეტყვით რამდენად რეალურია, მაგრამ მითი რეალური არის. ასევე სხვადასხვა ლეგენდები დადის, მაგალითად ერთ-ერთი ბილიკი გვაქვს ჩვენ, რომელსაც მამიდას ქვის ბილიკს ვეძახით. და მამიდას ქვის ბილიკზე არის ესეთი ლეგენდა, ადრე, როდესაც შემოსევები იყო ხოლმე, მტრის შემოსევები, ერთ-ერთ ქალს გაეკიდნენ ეს დამპყრობლები. და გაქცევის დროს ამ ქალმა ჩაიფიქრა, რომ ოღონდ ამათ ხელში არ ჩამაგდო და თუნდაც ქვად გადამაქციაო და ესე შეერქვა ამ ადგილს მამიდას ქვა. და არის ესეთი ლეგენდა და ბევრსაც ჯერა რომ ამ ქვის ქვეშ უნდა შეაგდო რაღაც ქვა და ჩაუთქვა სურვილი. როგორი საინტერესოა გოგო რეინჯერი, როგორი მისაბაძი ხარ და სამაგალითო ყველასთვის. უშიშარი გოგო ტყეში. რას გვეტყოდით თქვენ? ყველაფერი შეგვიძლია გოგო რა. მეც ესე მგონია. შეუძლებელი არაფერი არ არის. ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ, ნამდვილი ამორძალები. არაჩვეულებრივად ჩაიარა დღევანდელმა დღემ ალგეთის ეროვნულ პარკში. ასე დასრულდა დღევანდელი ჩვენი ლაშქრობა. თქვენ კი გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და თვალი ადევნეთ ჩვენს მომავალ მოგზაურობას დაცულ ტერიტორიებზე.